მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი Brawl Stars-ის ვიდეოთი. მოკლედ გუშინდელ ვიდეოში როგორც ჩეკბირდით, დღეს ვიყიდით ბლინგებად ძალიან მაგარ სკინს ერთ-ერთ აქედან და ასევე ერთ სკინს ვიყიდი 50%-იანი ფასდაკლებებია. ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. მინდა შეგახსენოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოეწევოთ არხი, რადგან არ გამოტოვოთ ვიდეოები და ასევე გაუზიაროთ მეგობრებო ჩემი არხის შესახებ, რომ მალე მომიმართოს გამომწერები და ავიდეთ 15000 გამომწერზე. გავაქტიურდი YouTube-ზე ორ-ორი ვიდეო იდება თითქმის ყოველდღიურად, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული ეს ყველა მოდით უკვე პირველი სკინი შევიძინოთ. მე ჩემი აზრით გადავწყვიტე და რამოდენიმე ადამიანმაც დამიწერა და გადავწყვიტე რომ ვიყიდო ლუს სკინი, აი ესეთი ლუს სკინი. ასევე მოყვება ორი სტარ დროპი, რომელსაც გავხსნი რა თქმა უნდა. აი ესეთი ძალიან ლამაზი, ვნახოთ იქნება ლეგენდარიც დავარდეს. ნახოთ და ნუ არაფერი ეპიკი ამოვიდა ბოლოდან და ესეთი არაფერი. ეხლა რა ხდება კიდევ? 3600 გვაქვს და მინდა ასევე ვიყიდო 3200-ად აი ესეთი რავსის ულამაზესი სკინი, მოყვება მეგაბოქსი თუ არ ვცდები და მეგაბოქსაც გავხსნით დღევანდელ ვიდეოში. გავტესტავ ორივე სკინს თითო-თითო მე ვითამაშებ და საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით 9 კლიკი მეგაბოქსიდან, საიდანაც არაც იმციმდა და დავაყენოთ ჯერ მოდით რავსი დავაყენოთ და რავსის სკინი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ვითამაშოთ ჩვენი ლუთიც და ვნახოთ როგორი სკინებია, გავტესტოთ პატარა ტესტირებაც გამოგვივა. პირველი რავსით ვითამაშოთ, Brawl Ball-ზე გადავწყვიტე. დავიწყეთ მეგობრებო პირველი Brawl Ball-ის მეჩი, ვნახოთ სროლის ეფექტი. ძალიან ლამაზია სხვათა შორის, ცისფერ რაღაცებს ისვრის, კარგად ვერ დავაკვირდი. მოდით წავიდეთ ახლა უკვე ნელ-ნელა შეტევაში და ვეცდები გოლის გატანას. ვნახოთ, მოდით აქედან შევალ ბოტები არიან, ნუ ახლა ამას მარტივად მოვიგებთ. უბრალოდ მინოდა სუპერის გატესტვაც და იმედია მოვასწრებ სუპერის ავსებას. ვიზუალურად ეს სკინი ძალიან ლამაზია და სხვათა შორის იაფიც არის. 50%-იანი ფასდაკლება იყო რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი. აუ იმედია მოკლავენ ახლა ჩემიანს რომ მინდა სუპერი გავტესტო. აჰა, სუპერიც ჩამოვარდება და ნუ ნორმალურია რა. ძალიან დიდი რაღაც ისეთი გადამრევი ეფექტები არ აქვს, მაგრამ ნორმალური სტანდარტული სკინია, ამ ფასად ძალიან კარგია და ახლა ვნახოთ გამარჯვების ეფექტი, ხელში ატრიალებს რაღაცა ძალიან ლამაზად. ფარაონის სკინია, მე მგონი თუ არ ვცდები და მოდით ესეც გავხსნათ რა შეგვიღონა ამან გულის უმედიუმი და რაღაცები ამოგდის. მაგრამ ნუ არა უშავს უცე მივახსნათ და ეხლა კი ყველაზე მთავარი დავაყენებ ეხლა ლუს და თან მინდა ესეთი ჩელენჯი შემოგთავაზოთ ეს ვიდეო თუ ავა მინიმუმ 50 ლაიქზე ლუს ავიყვან 1000-ზე. ასევე აი ესეთი ძალიან ლამაზი სკინი მაქვს ლუზე და ამას არ მგონია ისჯობდეს, მაგრამ ნუ კოლექციისთვის რა თქმა უნდა ეს სკინიც კარგია. გადავიდეთ უკვე ლუთი Brawl Ball-ზე და შეიძლება ორი მეჩიც ვითამაშო და აქ უფასო საჩუქრებიც ავიღოთ. დავიწყეთ მეგობრებო ლუთი. ეს რაიმე ახალი სკინი არ არის, ძალიან ძველი სკინია და საკმაოდ ნორმალური სკინიც არის. ამიტომ დიდად გატესტვა ამ სკინს არ ჭირდება, მაგრამ მაინც მოდით პატარა გატესტვა ჩაუტაროთ ამ სკინსაც და ვეცდები რა თქმა უნდა მოგებასაც. ვნახოთ ახლა სროლის ეფექტი. ძალიან ლამაზ ცისფერ მიკროფონებს ისვრის. ეს სკინიც რაღაც მომღერალი ლუ არის, მე მგონი თუ არ ვცდები. და აქ ამასობაში მე მგონი ჩემიანი გოლს გაიტანს, თქო უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ გაიტანა, ცუდად ითამაშა, მაგრამ მე გავიტან ძალიან იზიზე პირველივე გოლს და ვნახოთ შემდეგი შეტევაც გავაკეთოთ და თუ გამოგვივა რა თქმა უნდა შემდეგი შეტევა. სამწუხაროდ შეიძლება კლანი დავშალო, რადგან მეგაფიგი ვერ ვითამაშე და ხშირად ვერც ვთამაშობ და კლანში ზოგადად აღარ თამაშობენ ჩემი კლანელებიც ბევრი, ამიტომ მე მგონი რომ აზრი აღარ აქვს მეგაფიქს კი არა ზოგადად კლანს. ძალიან დიდი დრო და ყურადღება ჭირდება, რასაც მე ვერ ვახერხებ მაგ ყველაფერს. ამიტომ შეიძლება რომ დავშალო. არ ვიცი თუ გამოსწორდება სიტუაცია და მე შევძლებ რომ გამოვასწორო, შეიძლება არ დავშალო, არ ვიცი ზუსტად. ნახოთ ახლა მინდა რომ გოლიც გავიტანო, მოდი გადავაგდებ და ჩემ სუპერს ჩავაგდებ, სადაც მე ფულს გავაშეშებ, ძალიან კარგად გავაშეშე, მეორე სუპერიც დავაგდოთ, მოდით მეგობრებო. აქეთ გამაშეშეს, მაგრამ ჩემიანს ძალიან კარგი მდგომარეობა შეუქმნი და წავიდეს რა ახლა შეტევაში. და გაიტანოს ეს დასაწვავი გოლი და ავიღოთ უფასო სტარ დროპიც, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. რა ხდება ვერ გაიტანეს, ძალიან გაიწელა ჩვენი მეჩი, მაგრამ იმედია რომ არ წავაგებთ. ვნახოთ ბული მირაშავს, გადავაგდოთ ჩემი ასე ვთქვათ სუპერი და გაგვიტანეს გოლი, მატეომ გაგვიტანა და 1-1 არის და 45 წამი არის დარჩენილი. სამწუხაროდ გუშინ არგენტინამ წააგო ჩემო მეგობრებო, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და ძალიან გულიც დამწყდა. დამიწერეთ ასევე ვის დაგწყდათ კიდე გული წაგებაზე და წავაგეთ ეს Brawl Ball-ი. ამიტომ მოდით საბოლოო მეჩი ვითამაშოთ და ვნახოთ საბოლოო მეჩი რა გამოგვივა. დავიწყეთ მეგობრებო საბოლოო მეჩი.
ნახოთ, მე მგონი რომ ამერს მოვიგებთ ბოტებთან შეგვიშვა, იმედია ბოტებთან შეგვიშვა, წერიანაც მეგონა რომ კარგი მეჩი გამოვიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ წავაგე, მაგრამ არა უშავს ცოტა, ჩემი ანებაც ვერ ითამაშეს, მეც ვერ ვითამაშე კარგად და ეგრე გამოვიდა. ანუ ჩემი ანი ასაკეთებს ცოტა მაგას ვერ მიხვდი, იმიტომ რომ გოლის გატანა შეეძლო და რატო არ გაიტანა თქო და აქ რა გავაკეთე, კარგი და. არა უშავს ხანდახან ეხა ხდება ესეთი ნუბობა რაღაცეები. წინაზე სამ ბოტთან წავაგე. კი ნახავდით მაგ ვიდეოს, მაგრამ სამწუხაროდ ნახვები აღარა აქვს YouTube-ზე ჩემ ვიდეოს, მაგრამ მალე გამოსწორდება აი ყველაფერი ნენელა უფრო მოვიხოდები და უფრო გავაქტიურდები. პირველი გოლიც გავიტანეთ, წავიდეთ ახლა ისევ და ისევ შეტევაში, გავაშეშოთ აქეთ ფრენკი, კი არა და მოვკალი უფრო სწორად და სუპერი მჭირდება ახლა რამენაირად, თორე ამათ შემოტევას ვეღარ გაუძლებ, გავაშეშეთ, ძალიან კარგი გავაშეშე და ახლა გავიქცევი ცოტა. ნახოთ, წავიდეთ ახლა შეტევაში და თუ გოლს გავიტან, იცოდეთ რომ ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ, არხიც გამოეწეროთ და მეგობრებსაც უნდა გამოაწერიოთ. თუ გავიტან, რა თქმა უნდა, გოლს. შევედით და აი ესე. სიტყვა ჩვენი ვიდეოც აქ ნენელა დასრულდება, მეგობრებო, ავიღოთ უბრალოდ უფასო საჩუქარი, რომელსაც მოგცემდა Brawl Stars-ი და ნუ სამწუხაროდ არაფერი არ დავარდა. მადლობა, ვინც ამ ვიდეოს უყურებდით. ძალიან გთხოვთ, ავიდეთ მინიმუმ 50 ლაიქზე, ასევე გამოეწერეთ არხი. დაალაიქეთ როგორც გითხარით ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებო ჩემი არხის შესახებ, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ Brawl Stars-ის ვიდეოში.